ანუ გეოპოლიტიკური ლიდერის როლი ამიერკავკასიაში ივანიშვილმა საქართველოს დღეისათვის დააკარგია. და ეს სამიტი ევროკავშირის ფორმატში, რაც დღეს ერევანში ტარდება, უნდა ჩატარებულიყო თბილისში, რომ არა მოღალატე ბიძინა გრიგოლიძე ივანიშვილი პუტინისგან დასმული მოსისხლე მტერი ქართველი არის. მან ყველაფერი გააკეთა ამ 14 წლის განმავლობაში იმისათვის, მეგობრებო, რომ ჩვენი არსებობა საერთაშორისო გეოპოლიტიკური რადარიდან ამოვარდნილიყო, შეწყვეტილიყო საქართველოს როგორც სუბიექტის არსებობა საერთაშორისო ურთიერთობებში. აბა რა არის, სამიტი ტარდება, თბილისის ნაცვლად ერევანი ერჩიეს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, თბილისის ნაცვლად ერევანი და ბაქო. საინვესტიციო წინადადებებია და საუკუნის პროექტებია ერევანი, ბაქო, თურქეთი, შუა აზია. ყველა პროგრამიდან და ყველა განხილვის თემიდან ამოგდებული ვართ. ეს ასეთი მტრობა, აი ვის შეიძლებოდა კიდე გაეწია საქართველოსთვის, მე არ შემიძლია დავასახელო და თქვა შეურაცხყოფა მივაყენო არსახსენებელი თემურლენგი, შაყაბასის თუ დაარჩენი საქართველოს მტრების სახელს თუ ხსოვნას, იმიტომ რომ მათაც არ მოსულიათ აზრი, რომ გეოპოლიტიკური ფუნქცია ჩვენს ქვეყანას დაეკარგა და არ შეუცვლიათ იმ აბრეშუმით და ოქროვერცხლით დაწვირთული აკლემებისა და სავაჭრო ქარავნების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აგერ ჯავახეთზე გადიოდა და გადადიოდა მერე ბიზანტიაში და მთელს ევროპაში. იმათაც კი არ მოსულიათ თავში აზრად ის, რაც მოიმოქმედა ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა. ახლა ჩვენ ისედაც მეგობრები ვართ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, რომ კონკურენციაც გვაქვს, ხო? იგივე არარატის და დინამოს ისტორია როგორი ის იყო გულშემატკივრებს შორის, ну, მეგობრული, მაგრამ მაინც პოლემიკა და მაინც ოპონირება, ხო? და რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როცა ჩვენ ფუნქციას ჩვენივე ვითომ ვაი ხელისუფლების წყალობით ეუფლება, რაც არ უნდა საყვარელი მეზობელი იყოს, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული დასკვნების გამოტანის საფუძველი. ჯერ მანამდე გზა აბრეშუმისა გადაატაინა აქედან ის ზანგეზურის ტრამპის სახელობის მაგისტრალი, სწორედ ამის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, რადგან ამგვარი პრორუსიზმით, პროპუტინიზმით, რასაც ის ატარებდა წლების განმავლობაში და არაფერი შეუმჩნეველი სამყაროში არ რჩება, მით უმეტეს ის აშკარად აკეთებდა ამას. ხო, პირდაპირ მოსკოვის რეგიონად გადაგვაქცია. უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს კადიროვს, კრიმინალ კადიროვს და ჩეჩნეთს მოსკოვისაგან დღეს, ვიდრე საქართველოს მოსკოვისაგან. ჯერ რა თქვენ? ბევრად დამოუკიდებელია თავისი ტრადიციების მიხედვით და თავისი პოლიტიკით, მათ შორის კადიროვის ჩეჩნეთი ვიდრე საქართველო, რომელსაც 20%-იც მანამდე წაართვეს. და ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ეს წართმეული 20% საბოლოოდ გამტკიცდა როგორც რუსეთის ნაწილი. შემოიღობა ფიზიკურად, მთელი მსოფლიოს დასანახად, ისე რომ ერთი პროტესტი არ წასულა აქედან არსად ამ უკანავლების გარდა. ერთი მინისტრი ვერ ჩავიყვანეთ შემოღობის პროცესში, თუ განცხადება გაეკეთებია მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებისათვის. აფხაზეთში გაიხსნა აეროპორტი დაფრინავს სოხუმი მოსკოვი, სოხუმი როსტოვი, სოხუმი პეტერბურგი. ის აეროპორტი, რომელიც ჩვენი შვილების სისხლით არის მორწყული, სადაც რუსები ჩამოყრიდნენ იმ დედამიწა ჰაერის ტიპის რაკეტებით TU-154-ებს და 200 კაციან თვითმფრინავებს და შიგ დაიწვნენ ბიჭები, მათ შორის ჩვენ დროს პარლამენტის რამდენიმე წევრიც. საშინელი ამბები ხდებოდა და ამოუცნობი ისინი რაკეტები ხდებოდა თურმე და სოხუმს ამოუცნობი თვითმფრინავები ბომბავდა. ხო, აი ეს აეროპორტი გაიხსნა და ამშვენდა ეგ თავისი მიღების ზონა, გასტუმრების ზონა, ჩამოსვლის ზონები, ყველაფერი მიდის დიდი რეკლამა. მატარებლის მოძრაობა აღსდგა სოჩიდან და ტურისტები დაღავთ. კატარღების სოჩის პორტიდან მოძრაობა აღსდგა. ოჩამჩირეში სამხედრო პორტი გაიხსნა რუსული მცურავი საშუალებებისათვის, რომლებიც უკვე ტუაფსეში ვერ ჩერდებიან იმ
ამბების გამო, რასაც უკრაინელები დრონებით უკეთებენ. დავით გარეჯი ალიო საჩუქა. საქართველოს აბრეშუმის გზა და გეოპოლიტიკური ფუნქცია ზანგეზურზე გადაატაინა. დაინახე ახლა ამერიკამ და ევროპამ აქვს რთული სიტუაცია და პატარა პუტინიზის, ამიტომ აღარ მოინდომეს მონოპოლია ჩვენი აი ამ აბრეშუმის გზაზე და თავად გადამზიდაო მაგისტრალზე ევრაზიისა და მონახეს ალტერნატიული გზა ზანგეზურში მართალია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, დავარწმუნეთ ევროპა და ამერიკა. მოადრო ახლა ეს წიგნებად გამოქვეყნდება, ბევრი რაღაცა ჯერჯერობით არ არის გამოსაცხადებელი. დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს გზა არასტაბილურ რეგიონებზე გადის, არაერთხელ მithქვავს თქვენთვის და ამდენად დაეყრდნობიან, ეს იყოს აზერბაიჯანის და ნახიჩევანის დამაკავშირებელი მშვიდობის მაგისტრალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობის გადამზიდვის საქართველოს ჩამონაცვლებელი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, ეს დაადასტურა, აგერ ირანში რა ამბები ატყდა და გარდა ამისა ქურთები დასახლებული ტერიტორიაც იწვევს სერიოზულ დაფიქრებას. ეს გზა იმაზე გადის თურქეთში რო გადავა. ამდენად ჯერჯერობით ეს შენარჩუნებული გვაქვს. თავარი აბრეშუმის გზის ფუნქცია, მაგრამ ეს დამოკიდებულია ამას რამდენ ხანში მოვიცილოთ. ეს მალე უნდა მოვიცილოთ. ამის გადადება აღარ შეიძლება, როგორც აი საოპერაციო არის პაციენტი და დაგვიანება შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს, აი იმ სიტუაციაში ქვეყანა ყოველგვარი გადაჭრების გარეშე. ყოველგვარი პათეტიკისა და ამბიცია, ემოციების გარეშე. მართლა არაფერი აღარ მინდა, არც პოლიტიკაში, არც სტატუტარულად არაფერი აღარ მინდა, ოღონდ ესენი აღარ იყვნენ მკვლელები ქვეყნის სათავეში და მართლა არ გადააშენონ ეს ჩვენი ქვეყანა. არაფერი ჩემთვის პირადად აღარ მინდა თუ ადრე რაღაცა ამბიცია მქონდა, აღარც ეგ აღარ მაქვს, ახლა ერთადერთი ჩემი საფიქრებია, რომ მალე მოვაშოროთ ესენი მაქსიმალურად ყველა საერთაშორისო და საშინაო საშუალებები. ჰაერიც კი ისქნა, რა ქვია, საჰაერო გეოპოლიტიკური მონოპოლიაც კი დაგვაკარგია და იმის გამო, რომ იქ დრონი არ დაეცეს თავზე აბასთუმანში და კარგად წამოკოტრიალდეს სტაფილოს შემდეგ ღამე დასაძინებლად და თვითმფრინავებმა არ გააღვიძონ, გარდა თელ ტრასი ეგრე გადადიოდა ევროპა, ამერიკა, აზია, წყნარი ოკეანის რეგიონი ეგრე უკავშირდებოდა ერთმანეთს. ჩვენ გადავჭით რეალურად გამტარი. ირანი დაიკეტა, ერაყი დაიკეტა, ის ვეღარ დაფრინავენ რუსეთზე. ხომალდები, აი ჩვენ ვართ რა დამაკავშირებელი სამყაროს და ესაც ნახევრად დაგვაკარგია, იმიტომ რომ რეისებმა შეცვალეს მიმართულება და ახლა დადიან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანის მიმართულები და ესაც რა თქმა უნდა უზარმაზარი საჰაერო გეოპოლიტიკური დარტყმა. და ჩავიდე ეს სამარცხვინო ეს მამიკოსგან მონად გაქირავებული პრემიერად წოდებული ასოციალური არსება, თვალითაც რო კონტაქტში ვერ შედის. ახლა ისედაც ცხოვრებაში და მithumedes პოლიტიკაში თვალის კონტაქტში თუ ვერ შედიხარ ხალხთან, მომრჩეველთან, კოლეგებთან, ისე ნდობა არ არის და არაფერი ასე ვთქვათ სურვილი რომ შენთან ურთიერთობა გქონდეს ვინმეს არ არსებობს. როგორ არჩევს? აი სოციოპატებს არჩევს. წარმომადგენლებად ქვეყნის რომ ვერ შევიდნენ კონტაქტში ვერავისთან და მას რამე არ გაუფუჭდეს. რამე პრობლემა არ შეექმნას ამით. წარმოვიდგინეთ რა დონეზე აქვს ყველაფერი გათვლილი თავის რუს პიატექნოლოგიებთან ერთად. ხოდა ჩავიდა თავშარტყმული ბავშვით გადიოდა უკონტაქტოდ დაელაპარაკა ის მაკრონი, მე რო დაელაპარაკა მაკრონი საფრანგეთის სამარცხვინო პრეზიდენტი მე ვიტყოდი, მადლობელია ივანიშვილის, იმიტომ რომ როთშილდების საშუალებით მასაც ალბათ ფინანსური სარგებელი აუცილებლად ჰქონდა. როთშილდებს ესენ რო აფინანსებდნენ თქვენ იცით ალბათ, მარტო ღარიბაშვილის პრემიერობის დროს 10 მილიონი აჩუქეს. როთშილდების რო ჩვენ დასახელებელი გახდებიან, ხო წარმოგიდგენიათ? ფრანგი როთშილდები და ეს მაკრონი არის იმ როთშილდების მოყვანილი პრეზიდენტი. სპეციალურად შეარჩიეს ესეთი უსახო და საფრანგეთის შემარცხვენელი დეგოლის და ფრანს მიტერენდის და ჟისკარ დესტენის და ჟორჟ პომპიდუს შემდეგ ხა მაკრონი რო იქნება. ხო. და იმიტომ იყო რომ მიანიჭა მე მაკრონმა საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილს. და დღემდე ვერ გავაკეთებინეთ ის რომ გამოსცეს ბრძანება ჩამოართვეს ეს წოდება. ხო. და ბუნებრივია ახლა დავალებულად გძნობს თავს და გავუცინო, მაგრამ მაკრონი ვერაფერს ვერ წყვეტობს. მაკრონი გახსოვს იქ სხვანაირად რო შევხედეთ ერთმანეთს ხუთა უფროსოვნა მარგარიტას. ისე ნუ შეხედეს ერთმანეთს სხვანაირად და დაჯდნენ და რას დაელაპარაკებთ ახლა ყობახიძეს რა უნდა დაელაპარაკონ. ყველა მიცის რომ ყობახიძე არაფერს გადამწყვეტი არ არის. ყობახიძესთან დალაპარაკებას ჯობია ვთქვათ რაღაცა ხმოვანი მესიჯი გამოუგზავნონ ქართულ ხალხს. მეტი ეფექტი იქნება, ესაც კარგად იციან. უბრალოდ იმის ფულების ძველად მიცემული ფულების ხათი და რა თქმა უნდა ეს არაფერს არ შეცვლის და არაფერს არ
ნუ დაელაპარაკა ასევე ზელენსკიც, საუბარი რამდენიმე წამენდა წუთიან კონტაქტზე, ისე რომ ვიღაც დამჯდარიყო, რომელიმე ევროპის ლიდერი და დაელაპარაკათ ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, კეთილდღეობაზე, ეგეთ რაღაც არ მოხდა რა. ხო, ზელენსკის დაელაპარაკა, ნუ ზელენსკი ახლა გამოიკვეთა როგორც ესეთ ქარიზმატული პოლიტიკოსი და დარწმუნებულია რამდენიმე ასე ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით მათ ნათქვამს სიტყვებს შეახსენებდა როგორ ლანძღავდნენ, როგორ ეძახდნენ კლოუნს, ნარკოტიკების მომხმარებელს, ამერიკის აგენტს და რა ვიცი, ნუ ყველაფერს და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ საქართველოს სასარგებლოდ არ ვითარდება, ანუ გეოპოლიტიკური ფუნქცია ჩვენ უნდა სასწრაფოდ დავიბრუნოთ. აი ახლა რო არ ყოფილიყო ივანიშვილის ეს ბანდა რეჟიმი ხელისუფლების სათავეში. რო ყოფილიყო სხვა ხელისუფლება, მნიშვნელობა რა გვინ იქნებოდა. ჩვენ არსებული გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, რაც გარშემო ხდება, ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ჰორმუზის უდეში, იქ ირანი, ჩვენ გავხდებოდით ამიერკავკასიის კი არა, ევრაზიის ლიდერის სახელმწიფო. ჩვენი გეოპოლიტიკური პოტენციალი და ეს მთელი სიკეთე, მარტო სამიტები და ლიდერების ჩასვლები და ვიზიტები კი არა. მთელი ეს გადაზიდვები თურქების და ეს ინვესტიციები და ეს მოწინავე ტექნოლოგიები და ტექნოპარკები და ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, ყველაფერი აქეთ წამოვიდოდა ხალხო. აი პირდაპირ ციდან მანანასავით წამოვიდოდა ევროები, დოლარები და ოქროები და ქვეყნის სიკეთე და გადარჩენა. ყველა გააფრთხო, ყველა გვერიდება, ყველა ფიქრობს იმაზე, რანაირად აგვიარონ გვერდი. ხო წარმოგიდგენთ, სამდენ მიიღო. აი ახლა ერევანში გახსნეს რამდენიმე თვის წინ იყო ეგ 500 მილიონი, 9 მილიარდია საწყისი დოლარი ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. აქ უნდა გაიხსნათ. და ამათ გამო ეს გადაიტანეს იქ ერევანში. ისევე როგორც სხვა საინვესტიციო პროექტები, რომლებიც უნდა საქართველოში დაფუძნებულიყო რეგიონის გასავითარებლად და ევრაზიის გზის გასაძლიერებლად ანაკლიადან დაწყება. მეტი რა ნება უნდა მოგვაყენონ, მე არ ვიცი ახლა ის გადარჩათ, რომ შეძლებოდათ ამასაც გააკეთებდნენ, გაეხსნათ იმ გაზპრომის მილთან ახლოს კრემატორიუმი, იქ შევეყარეთ. ამას ოცნებობს ბიზნესმენები, რომ აღარ დარჩეს ქართულობა ამ ქვეყანაზე. იმიტომ აშენებს არაბულ დასახლებებს და იმიტომ რომ ქუჩაში რო გავხვალ უკვე ჩვენ თანამამულის დანახვა ზოგჯერ მოგენატრება. უფრო მეტ ჩვენს თანამამულებს შეხვდები ბრაიტონ ბიჩზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში. ბრაიტონს. რო გაივლი, სულ ქართული რესტორნები, იმერეთი, სამეგრელო, ჩემი აფხაზეთი, ქართული ბირჟები, თელ საქართველოს იქნება. ეს იყო ამათი ოცნება, რომ დაცილიყო ხალხისგან და მე აზია, აფრიკიდან შემოყვანილი ადამიანები ძალიან კარგები და კეთილშობილები ვერანაირ პოლიტიკურ პრეტენზიას ვერ წაუყენებენ და არც პასუხს არ მოსთხოვენ, ძალიან მარტივი ახსნა აქვს სირთულესთან ერთად ამ ყველაფერს. ურობას, ქუჩაში, გამოსვლას, წინააღმდეგობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა სოფელში, ყველა ფენაში, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში უნდა გრძნობდნენ ესენი განწყობას და უნდა გრძნობდნენ, რომ არიან ზედმეტები, მტრები. აი ამათი აქტივისტები, ამათი კოორდინატორები, ყველა უნდა გრძნობდეს ამას. დაცინვას, ახლა შემას დაუწყოთ. დაცინვას, ცინიზმს, მხილებას, რომ მტრებია ქვეყნის. არამეგობრულ დამოკიდებულებას. ახლა ვიყვებოდით გერმანიაში რო ვიყავით, გამარჯვებას ვუყურებთ. აი არ უთხრათ გამარჯვება, ესენი თქვენი მტრებია, აი ჯუჯუნა კოორდინატორი. ის ვიღაცა გაბერილი მიხუა კახეთში რომ გატერორებთ იმის არჩევნების დღეს და ხმას გაძლევნებთ ბიძინა ივანიშვილზე. ის ვითომ ძველი ბიჭი კი არა ნაძირალა, რომელიც დგას უბანზე და გელოდება რა მოხვალ და ნუ მისცემ ხმას, არ გასცეთ ხმა გამარჯვება არ ვთქვი. ეს კლასია, უკვე ეს პენაა მტერი, ერის მტერი, მარტო ბიძინა არ არის. მან შეძლო ამ ეშმაკის ფულით, ეშმაკის ვერცხლით პენის შექმნა აქ, აი მილიარდერი ბიზნესმენებიდან დაწყებული ქვევით, აი ლუმპერებმა და ჯუჯუნა კოორდინატორები დაგვირგვინებულები. ეს ყველა არის ის ჯგუფი, რომელიც უნდა განეიტრალდეს მორალურად, პოლიტიკურად, სამართლებრივად და ასე შემდეგ.